თუ შეიძლება პლუსი დავსვათ, ყველაფერს ნახავ. საბედნიეროდ შეინახა ის პირველი ნაწილი, შუქმა იზღუპა, რაღაც, ხო? მაგრამ პეიჯზე მანამდე რაც ვილაპარაკეთ, ყველაფერი დევს. შესაბამისად, მაშინ ამას აი ამ ნაწილს აღარ შევინახავ, მაგრამ თუ გვაქვს რამე შეკითხვა, ეგერ გვაქვს 12 წუთი, დავწეროთ ჩატში და გიპასუხებთ. Down pages page, თავის პრეზენტაცია. თუ შეგიძლიათ არ გვაქვს, ესეც მითხარით და შეგიძლიათ დავასრულოთ მაშინ პროცესში. ზგეთერის პირველი ნაწილი დევს ამ გვერდზე შენახული შეგიძლიათ ნახოთ. ახლა თუ დაგჭირთ რამე შეკითხვა. ინფორმაციულ ნაკადს როგორ მოხდებით? ვერ მოხდებით იმ საინფორმაციო ნაკადს ადაპტაციებში დებათ. ჭირდებათ გონების ისეთი მდგომარეობა, რომელშიც ის სწრაფად ამუშავებს ინფორმაციას და არ იჭედება, მაგალითად ვთქვათ რაღაცა სურათებს და ხმებს არ ინახავს და არ ატრიალებს ტვინში, საათობით და დღეობით. შესაბამისად, ეს სავარჯიშო մենք მანამდე გავაკეთეთ, გადასარევი საშუალებაა იმისა, რომ ნაგავი შემოდის ერთ ხუთში შევიდეს და მეორეში გავიდეს. უნიშნელო რაც არის, შენს ღირებულებებთან რაც არის დაკავშირებული, რომ არ გაჩერდეს საერთო გონებაში. რაცოლი თუ დამჯდარი ვაკეთებ სავარჯიშოს. Comes დაჯექით და ისე გააკეთე. სავარჯიშოს კეთების დროს მატრაუმირებელ თემაზე ვფიქრობ თუ უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნითაც ვაკეთებ ამ სავარჯიშოს. თუ მოხდა რაღაცა მატრაუმირებელი 0-დან 10-მდე გაზომეთ, რამდენად ხართ ტრავმირებულ მდგომარეობაში, შემდეგ 3 სერია გააკეთეთ ამ სავარჯიშოსი და შეაფასეთ 0-დან 10-მდე ზადახები. თუ არაფერი ტრავმირებული ისეთ ხდება მატრაუმირებელი, მაშინ შეგიძლიათ იგივე 3 სერია აკეთოთ ყოველდღე პროფილაქტიკის მიზნით. როდესაც ხრებზე ვაკეთებ, ხრებზე უსიამოვნო შეგრძნებად და ტკივილიმებს რაც ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ ტვინი აკონტროლებს ჩვენს სხეულს. შესაბამისად, რაღაცა სინდრომისეულ ტრავმასთან აქვს საქმე, მაგაშია ეგარი ახსნა. ერთი თვის განმავლობაში ამ სავარჯიშოს ვაკეთებ და ნელ-ნელა ამოიტანს ემოს ყველაფერს, ცხოვრების მანძილზე გრძელდება. პრობლემები ასეთი ეს ნაგავი. სვიში თუ დაიხმაროთ, რატომაც არ არის სვიში. YouTube-ზე დავდებ, კი. პირდაპირ დღეს ხვალ არა, მაგრამ რამდენიმე დღეში დავდებ. თუ არ კიდევ რაიმე შეკითხვა, კი ბატონო, თუ არა და პრინციპში შეგიძლია დავასრულოთ. ვინც ახლა შემოგვიერთდა, ჩემთან შუქი ჩაქრეთ და ეს არის გაგრძელება. პირველი ნაწილი დევს პეიჯზე შენახულია, შეგიძლიათ ნახოთ. ამის წინა ვიდეო პრაქტიკულად. ანუ რეზუმე რო გავაკეთოთ იმ პირობებში, რა პირობებში ცხოვრობთ, შეიძლება თუ დაჟღერს, მაგრამ ვიტალური ტრავმა არის პრაქტიკულად გარდაუვალი, თუ ამისგან სპეციალურად არიცავ თავს. ისევე როგორც თუ არიბან ტანს ადრე თუ გვიან დაავადდები, ისევე როგორც თუ იკვებები არანორმალურად და ერთმანეთის რითი შეიძლება ამანაც გამოიწვიოს დაავადება, ანალოგიურად როდესაც მოიხმარ დიდი რაოდენობით მატრაუმირებელ ნეგატიურ ინფორმაციას, შესაბამისად ამ ნაგავსაც ჭირდება გარეთ გატანა.
რომელსაც ინსტრუმენტები გააქვთ იმისთვის, რომ ამას მოვუარდეთ. ჩამოთვლის სიმპტომებიდან დაახლოებით რამდენი სიმპტომი უნდა გქონდეს, რომ მიხვდეთ, რომ ტრავმა გაქვს? 30% მაინც თუ გაქვთ. ეს ტრავმა შეიძლება იყოს ძალიან ინტენსიური, ნაკლებად ინტენსიური, შეიძლება დასაწყის სტადიაში იყოს. ამიტომ პროფილაქტიკა არ გვაწყენს არც ერთ შემთხვევაში. იგივე ხელისუფლების მოძრაობა აფირმაციების ეფექტურობას თუ გაზრდის. კი ბატონო, გაზრდის. Jetzt noch vergessen. Und jetzt hat sie იცით დაიცვა საკუთარი ჯანმრთელობა. ისიც იცით, რომ ის კეთება ჩვენ დროს სამწუხაროდ აღარ წარმოადგენს ფუნებას, წარმოადგენს აუცილებლობას იმისთვის, რომ რამითი არ ჩამოწვიდეს სახურავიდან, ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს გონია, რომ ფსიქიკურად აბსოლუტურად ნორმალურია. ბევრი ვართ ასეთები და ვთქვათ, ნორმას ვერ ხედავთ. თვალწინ არ გვაქვს ფსიქიკური ნორმის მდგომარეობაში ყოფილი ადამიანებიც. გონია, რომ რახან ყველა ესეთია, მას ესეთია, ესე იგი ყველაფერი გადასარევად არის. მე ვთქვათ, რომ გაცილებით უფრო ცუდად არის საქმე, ვიდრე გონია. ამ დროს რა პრინციპი მოქმედებს, ხომ ვერ აგვიხსნით. ნეიროფიზიოლოგიაში მოწავდით წაიკითხოთ ლექცია და სამწუხაროდ. ცოტა დროში ვერ მოვასწრებთ. ვიდეოს ნახავთ. გადაატრიალეთ. პირველ ნაწილს სამის წინა ვიდეო. ძალიან მოკლედ და სქემატურად მაქვს ნახსენები ამის შესახებ. так უნდა ვიცოდეთ, რომ სადაც ვისაუბრეთ ფსიქოლოგიასთან ძალიან შორი კავშირი აქვს. ჩვენი ამ შემთხვევაში მიზანი არის დავიცვათ, ისე ვთქვათ, თვითონ ტვინი ნერვული სისტემა. რომელშიც არის ჩატვირთული ჩვენი აზროვნება, როგორც კომპიუტერში. ხო, არის თვითონ მოწყობილობა, კომპიუტერი, პროცესორი, არის პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამული უზრუნველყოფა არის აზროვნება, ცნობიერება. თვითონ რკინა, თვითონ მოწყობილობა, ეს ჩვენ ტვინი. ტვინია რასაც არის, იმიტომ რომ ისე ვთქვათ, ამ ნეგატიური ინფორმაციის აღქმით ან სპეციალურად დაბომბვით რეგულარულად ამ ნეგატიური ინფორმაციით ხდება ზუსტად ჩვენი ტვინის ტრავმირება, ფიზიკური ტრავმირება ხდება. თქვათ ბოლომდე ვთქვათ ყველაფერი, ხო? ეს არ არის ისო, რაცა აზროვნებაში შემეშალა რაღაც ნეგატიურად აზროვნება, არა ნეგატიურად, იმიტომ აზროვნებ თუ ტვინია დაზიანებული, როგორც ასე. საინფორმაციო ფონი ზუსტად ამ პრინციპზეა დამყარებული, რომ პირდაპირ გაგები დათქინოს ტვინი, რომ საერთოდ აღარაფერი გინდოდეს და კონდეს აბსოლუტური ნიჰილიზმის სასოწარკვეთილების შინაგანი მდგომარეობა და მზად იყო, რომ ჩაბარდე პოლიტიკური კონფრონტაციის გარშე. ესე მაშინ მე მომდოდეთ დაგემშვიდობოთ აქ ფიზიკურად ჯანმრთელობას, კიდევ და კიდევ გააზიარეთ ეს ვიდეოს და წინა ვიდეოს. გაუზიარეთ მაქსიმალურად თქვენს ახლობლებს, ნაცნობებს, მათაც იცოდნენ ამის შესახებ, მათაც დაიცვან თავი, რაც უფრო მეტი ვიქნებით ადეკვატური და გვინდამჯდარი ადამიანები უფრო კაი. და გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ბევრი საინტერესო გამოყენებითი ინფორმაცია დევსზე და ასე იმედია, რომ თქვენ დაუბრუნდებით პოზიტიურ mainstreams. Aber სულ ჯანმრთელობას და მომავალ შეხვედრით.